გეჭო. გინდა სახე მოგაღეჭო ახლა შენ. მითხარი. გინდა და შეგჭამო. რატო ხრუტო ბიჭო. ჩვენ ერთჩენ ლამაზი თვალე. ჩვენ შენ ლამაზი თვალები რა ლამაზი ხარ. რა ლამაზი ხარ. რა ლამაზი ხარ. გაიცანით, ეს არის ბუთხუ დუდუ. ამის ფეხს შეხედეთ, ვერ ვაწვდენ. ამას შეხედეთ. ჩემი ბიძაშვილი აჩენს პირდაპირ სტუდენტებს. ხო დუდუ? დუდუ. დუდუ. სალო, რამდენი კილო დაიბადა? 4. ვაიმე ღმერთო. ჩემი შვილი დაიბადა 2.7 და გოლიათი მეგონა და მე კი მივხვდი გოლიათი რო არ იყო, მაგრამ 4 კილო სიყვარულო. ეხლა რამდენია? 8. რას გავხარ ბიჭო? რას გავხარ? შაქარი დაგენანაო? დაჟე ესე თქვა. ესე იგი მაშინ უშაქრო იყო, ახლა შაქრია, ეს რანაირად. არ ვიცი. ეს ჭიქა მომწონსა ჩემოა. კიდევ ერთხელ ჰაი. მოდი გავაკეთოთ. ეს არ არის კარტოფილის ხინკალი, ეს უფრო აი ზარმაცებისათვის არის გამოგონილი, რომ ეხლა ვაი და არ ელოდო, როდის მოიხარშება ცალკე კარტოფილი რო ჩაჭყლიტო, მერე პიურე გააკეთო, მერე ცომში ჩადო და რა ვიცი, ასე შემდეგ. იჭრება მოკლედ ეს კუბებად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მაიცით ეს და ბევრი აკეთებთ სახლში, ბევრი თუ არა, ნუ გაგიგიეთ მაინც ყოველ შემთხვევაში. ვაიმეთ მამა გაწეწილი და უკვე დისკომფორტს განვიცდი. ამას არ ჭირდება ბევრი კარტოფილი, იმიტომ რომ ნუ ერთი დიდია და ეს ამდენი არ დაჭირდება. ამას აქვს 58 კალორია, გოგოებო. როგორც კარტოფილის ხინკალს იგივეა, ნუ ხო კარტოფილი იდება და აი, მე უკვე დავჭერი აქ აი ესე დაახლოებით რო აგიხსნათ. ეს არ დაეკროს ერთმანეთს ცოტა ესე ვქნათ, უკვე ცომები გამზადებული მაქვს, ასე რომ ვთქვათ. ხო და მოდით ჩავდოთ შიგნით ეს ჩვენი კარტოფილები. აი დაახლოებით, აი ასე იდება, რომ წყალით შეოვიდეს, რომ ხარშვა, ასე ვთქვათ, არ დააკლდეს. ვაიმე ხა ყველაფერი თმეს რომ დავატყეპნე, დაეკროვა. თუმცა ამას აქვს ერთი პლუსი, რომც ჩაიშალოს გოგოებო, მაინც უგემრიელეს. არ არის არაფერი პრობლემა. აი ამ ხელის მოძრაობით რო წყალი შიგნით შევიდეს. ნუ ზოგით ხელს აკეთებს, მე უცებ-უცებ ვქენი, ეს ცომი მქონდა გოგოებო, მაცივაში და მეთქი რო არ გაფუჭდეს, რა ვქნა და ბარემსაც ავხედე და უიდე და თურმე დღეს არ მიჭამია, იმიტომ რომ ენრაოდენობის საქმე მქონდა, ამიტომ არ გაჩეჩილი, ანუ ენრაოდენობის საქმე გავაკეთეთ მაღლა. შესაბამისად ვერ მოვიცალე იმისათვის, რომ მეჭამა. ერთი ის იყო, რომ სალისთან ვიყავი და ყავა დავლიერო. ხო რა შებოლილი თევზიც მაქვს, ზაკო მოიტანა ცივად შებოლილი, რომელსაც აქვს 155 კალორია, ანუ საკმაოდ ცოტა. იმიტომ რომ ცივად შებოლილს უფრო დაბალი კალორია აქვს, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივად შებოლილი რო იყიდება. ესე დაფასოების გარეშე ხო გინახავთ. ძალიან მიყვარს. ცივად შებოლილს ეგეთი მაგარი გემო, რო გითხრათ, არა აქვს, ეგეთი მძაფრი შებოლილის გემო. თუმცა, ნუ ხო, ამაში გოგოებო აუცილებელი არ არის, რომ იყოს ბევრი წყალი და ბევრ წყალში ტივტივებდეს, ესე რომ ვთქვათ, ცოტა წყალით საკმარისია, ჩაიშუშება, ჩაიხარშება მშვენივრად. ვაიმე, ღმერთო, ეს თმა, ეხლა მე და ესი თმა გაწეწილი რა უბედურება.
ხო და სიმართლე გითხრათ დამეზა რა მართლა ძალიან დამეზა რა ეხლა რომ მომეხარშა კარტოფილი შესაბამისად გამახსენდა რომ ასე ძალიან ხშირად ვაკეთებ და ძალიან მიყვარს და მოდი მეთქი ისე გავაკეთოთ თან უცებ კეთდება ახლა ცოტა ოდნავ სქელია მაგრამ არა უშავს მეჩქარება უკვე რომელია ხალხო საათი მარიკოს მალე გამოყვანის დრო მოდის და მე არც საჭმელი მიჭამია და მე მგონი საჭმელსაც ვერ მოვუსწრებ ისე მოვა გამოყვანის დრო ასე ამას მივირთმევ მე საღამოსთვის ეს ცივად შებოლილი თევზიც მაქვს ხო და ძალიან დიდი მადლობა მარიკოს რომ ესე ამკობთ თქვენი კომპლიმენტებით ძალიან მიხარია ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და გიყვართ ჩემი შვილი და უყურებთ ოი ხარას დამეკრო კაცო ბევრი ფქვილი უნდა ამას ცოტა რომ ძალიან არ დაეკროს ხო მარილ წყალში უნდა მოიხარშოს გოგოებო ზოგი ზეთიან წყალშიც ანუ ხარშავს უბრალოდ მე ხა ზეთი ნამდვილად არ მინდა რომ მივიღო შესაბამისად ნუ უზეთოდაც გადასარევად იხარშება ვისაც არ გვინდა ზედმეტი ცხიმის მიღება ასე რომ ვთქვათ წყალი არ ვიცი გესმით თუ არ უკვე ჩუხჩუხებს გადასარევად ხო და გუშინ ხინკალი გავაკეთე და ცომი დამრჩა და აი მე მეზიზღება ცომის გადაყრა ანუ ცომი ოღონდ არ გადამაყრევინო ალბათ აიმე გადაყრაზე გადავარდე ოღონდ ცომი არ გადამაყრევინო და აი არ ვიცი ანუ არ დამეზარება ავდგები და გავაკეთებ ნებისმიერ რამეს ცომის გადაყრას ერთად არ მიყვარს შესაბამისად შევინახე და აგერ დღეს გამოვიყენე გადასარევად მე რაც მიყვარს იმ კერძს მშვენივრად გიახლებით დღეს აუ რატომ მეკრობა ესე ძალიან ხელს ეხლა ცოტა ვერ გავიგე მოდი ცოტა დავაპატარავთ კარტოფილი თორე ზოგი ისეთი დიდია ვეღარ ვტებ ხო და ესეთი ამბები მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას უკლებლივ გავაკეთოთ ვიმე თუ ხართ ვინც მიყურებთ ჩემი კუთხიდან და ხართ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ თქვენთანაც აკეთებს ოჯახში არის ხოლმე მომენტი რომ ხორცის მაგალითად არ უყვართ ადამიანებს და ამას შეაყოლებენ ხოლმე ხან ყველისას შეგიძლია შეაყოლონ რასაც გინდა რა ძალიან გემრიელია რეალურად და ასევე ბატის ხინკალს რო ვაკეთებთ ხოლმე ზოგს არ უყვარს ბატი შესაბამისად ამას ვაკეთებთ ხოლმე და ჩავაყრით და ძალიან გემრიელია და მაგათაც ჩემ ბიძაშვილს დიდად არ უყვარს და ურჩევნია რომ ეს მიირთვას, ამიტომ მისთვის ყოველთვის იყო ხოლმე გამზადებული კარტოფილი, რომ ეს უცებ ჩაგვეყარა და გაგვეკეთებინა მისთვის, ასე რომ ბატის ხინკალი არ ვიცი ვინც არიცით, იმათვის გეტყვით, რომ ბატის ხინკალი ესე გატარებული ხორცით არ კეთდება, რვა ბატი არ გეყოფათ გატარებული ხორცის მასა რომ გააკეთოთ ბატით, ბატი უნდა გაახმოთ და შემდეგ უკვე დაჭრათ. ცოტა მოხრაკოთ და შემდეგ უკვე ცომში მოათავსოთ. ასე რომ გატარებული ვერანაირად ვერ იქნება ბატის ხინკლის ესე ვთქვათ ფარში ვერანაირად. იმიტომ რომ ანუ ბატს იმდენი ის უნდა გამოშრობა ეს რომ ხა წარმოიდგინეთ თან ძალიან ინტენსიური გემო აქვს და ეგრე მე ალბათ არც მომეწონება პრინციპში ეგრე რომ გავაკეთოთ. მასე არც კი გამიგია ვინმე სადმე თუ აკეთებს ალბათ არც. მე ყოველ შემთხვევაში მე დედა რომელი მხრიდანაც მყავს იქ შეუძლებელია ახლა იმდენი ბატი არავის არ ყავს რომ ადგეს და იმას ქნას რა ქვია ესე გატარებული იმით გააკეთოს. 100 ბატი უნდა მაგას. კარგი.
წყალი ადუხდა და მოდი ჩავყაროთ. გადმოვწმინდოთ თან, დავალაგოთ. ვერ ვიტან ქვილიან სახლს, იმიტომ რომ საშინლად აბინძურებს ხალხო, აი საშინლად ქვილი სახლს ძალიან აბინძურებს, ამიტომ დავალაგოთ. ჩაყრილია და იხარშება. მანამდე უნდა გამოვიცვალოს ის რა ქვია შარვალი, რომ მარიკოსთან არ დავიგვიანო. რაც დედა ჩამოვიდა, იმის მერე ხალხო დასვენებული ვარ იმ ხრივ, რომ მარიკოს წამყვანი ყავს. ამ ბოლო დროს მომყვანი აღარ ყავს და მე მიწევს წასვლა. მაგრამ ახლა მოყვანაც არ მინდა, ვერ გავი. ასეთი ამბები, მოდი გაჩვენებ, ხა თქვენ რა მდგომარეობაში ბრძანდება, რაჭის კაცო ამას, ხო სისხლი გამიშრო რა. ერთი წუთით გოგოებო ამოვურებ და მოვალ ახალავე. მოდი ახლა გაჩვენოთ რა მდგომარეობაში. გამარჯობა კუსკუს. ფრიად მიყვარხარ. როგორც გითხარით, რამდენიმე გაიშალა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. მოკლედ, სანამ მომზადდება ცოტა მანდარინი მივირთვათ ერთი ცალი. მანდარინო ძალსა შენსა ზაფხულში ხო ესე იგი იმდენი საზამთრო ჭამე რომ აი არ ვიცი და ახლა მგონი სიყვითილე უნდა დავიმართო. რა არის კაცებს. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრს მივირთმევ, თუმცა ხა ჩემს ოჯახში ყველაზე მეც მე მივირთმევ მანდარინს, ისე რომ ვთქვათ. ესე იგი ოფიციალურად შემჯდარი ვარ სერიალი ცხელი ძაღლი, ქართული სერიალი, რომელიც გადის. ძალიან დიდი დროა გასული მისი გადაღებებიდან და მიხარია რომ გადის ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და როცა არ უნდა გავიდეს ფეხ მივყვები. თავად შემიძლია ვთქვა რომ ეს ფილმი აი ჟანრი ლოლაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო როლია და რაღაცა საეტაპო ფილმივით ასე ვთქვათ დარჩა მის кейს რა ესე მგონია, იმიტომ რომ მე ზოგადად მიყვარს გამოძიებაზე ფილმები, მკვლელობებზე რაღაცებს, აი გამოძიება მიყვარს რა მოკლედ და ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ მსგავსი ფილმების თუ სერიალების და მით უფრო ქართული სერიალი ასეთი ძალიან კარგი დახვეწილი, მით უფრო ლამის რავი 10 წელზე მეტი გავიდა ხო, რაც გადაღებულია. მე ვფიქრობ, რომ ადრეც ვთქვი ამ ფილმზე, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მეთქი და ჩემთვის აი როგორც მსახიობისათვის რო ვუყურებ ამ სერიალს ნამდვილად არის ძალიან მაგარი ნამუშევარი და აი ყველა პერსონაჟი რო ნაფიქრია, ეგეთი სერიალია. ახლა ყოველ შემთხვევაში ყიფშიძისთვის მე მგონია, რომ ძალიან დიდი ტრამპლინი იყო ეს ფილმი, ძალიან. როგორც მსახიობი რამდენად თulis რომ მისთვის ეს როლი იყო, ვთქვათ, დიდი ტრამპლინი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის ნამდვილად ასია და ჟანრი ლოლაშვილი არის, აი გიჟდები, ნუ რა გავაკეთო მაგ სერიალში ჟანრი ლოლაშვილი არის. აი მის გამო რო უყურებ ფილმს ძალიან დიდი დოზით, ესე რომ ვთქვათ რა, ძალიან მიყვარს. ძალიან კარგად თამაშობს მაგას, ძალიან. გიჟდები. ხო და მაგაზე რაზე მომაყოლე ხა ეს რატო ვათენებ ღამეებს, ეგ არის პასუხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად 2-მდე თუ რა ვიცი რომელ საათამდე გადის და მე რა ვიცი, მე სკროლას შევყვები და ამასობაში ხდება 4. მაგრამ რა გავაკეთე? ჩემი შვილის არ იყოს ღერა ვაცლი ბუსუსებს და თეთრიმეებს. ესეა ჩემო მეგობრებო. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს სერიალი ვინც იცით? აი
ხო რამდენი გადაიღეს ხალხო ხა ქართული რაღაც სერიალები და ის და ცხელძაღლზე მეტად აი არც ერთი სერიალის სიამოვნებას არ მანიჭებს, აი რომ ჩაუჯდები და უყურებ, ეგრე ალბათ არც ერთად ჩაუჯდომი. მიუხედავად იმისა, არის გადაღებული ქერჩი, ჩემი ცოლის დაქალები, ბევრი და ნამდვილად ვთვლი, რომ ჩემი ცოლის დაქალები ძალიან კარგი პროექტია და მართალია ხა ბოლოს უკვე ცოტა ჩემთვის მოსაწყენი იყო, იმიტომ რომ მე არ მომწონს ფილმები, სადაც ბილსიტყვობა მეტად არის, ვიდრე ჩვეულებრივ რაღაცა კომუნიკაცია, არ მომწონს მე ამდენი დოზით ბილსიტყვობა, ზოგადად ცხოვრებაში არ მომწონს, არც ფილმში არ მომწონს, ამხელა დოზით მით უფრო ფილმში, თუმცა სანამ ეს ქაოსი დაიწყებოდა, ანუ სერიალის რაღაცა ძალიან გადახარისხებები და ამ დონემდე სულ გინება, სულ რაღაცა მანდამდე თუ ვიმსჯელებთ, ჩემი ცოლის დაქალები ნამდვილად უმაგრესი სერიალი იყო და არის დღემდე და როცა არ უნდა გავუშვენ ჩემი ცოლის დაქალები, ყოველთვის ყავს ძალიან დიდი მაყურებელი. რაც შეეხება შუა ქალაქს, შუა ქალაქი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია ჩემთვის კიდევ და ჩემი ცოლის დაქალებში მისგან განსხვავებით არ დააგდეს რა, ტემპი არ დააგდეს ხა. მერე კი დაიწყეს, თქვათ 10 წლის მერე ახალი ვერსია რომ გამოსულიყო, მაგრამ ძალიან რთულია და ძალიან რთულია მაყურებელი ისევ აიტაცო, აი ძველი რო გაეგრძელებინათ, ალბათ კიდე მაყურებელი უფრო მეტად ეყოლებოდა და უკვე ახალი სტილით ცოტა მაყურებელს გაუჭირდა მიღება. უმაგრესი სერიალი ძალიან მიყვარს და როცა არ უნდა გავუშვენ, ყოველთვის ყველაზე მეტი მაყურებელი ყავს, მე მგონი, რაც კი სერიალები გადაღებულა, რა ვიცი. კუნძულიკო. მარიამი არ მიირთმევს, უბრალოდ გაარჩევს ეს დამანახებს და ცნობილია. ისე შეყრევი საუბარს, რომ ძირი მიმეწვა. და ტაფაში გადავიტანე და ცოტა წყალი დავამატე კიდევ. ძალიან მლაშე გამომსვლია. იმდენად მიყვარს მლაშე, რომ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ და ჩემთვის რომ არის მლაშე, მე ადამიანი რომელიც მარილ დამოკიდებული ვარ, აი ადამიანი ვინც არ არის მარილ დამოკიდებული, ის დარჩება მშიერი. ისეთი ამბავი. ვაიმე. მგონი ჭამასაც ვერ ვასწრებ. მოვასწრებ. ფეხს არ გავადგავ ჭამის გარეშე. დავიწყოთ კვება, რასაც მივირთმევთ, ყველა ჩვენია გავყოთ დღეიზე, ხვალზე და ასე შემდეგ. არა ხალხო ამას რაც გავყოფ. ხვალდაზე ეს აღარ ხედი ვარგებს. ეს ყველა ჩემი შესაჭმელობას არავინ მიირთმევს, ამიტომ ცოტას მივირთმევ და მერე შევინახავ, იქნებ მომიდეს თუ არა და სულ კარგად იყოს. გადასარევია, ძალიან უხდება. ეგრეთ წოდებული ბიბერი. გადასარევი. მე როგორც მიყვარს ჭამა, ხო, ზოგადად ჭამა მიყვარს. ბავშვობიდან ასე ვიყავი, ჩხილი ვიყავი, მაგრამ მიყვარდა. უნდა ვიყო 20 კილო. არა, 20 ჩემი ასაკისთვის ცოტაა. ნუ რაღაცა ისეთი რომ არ მჭირდებოდეს ხა კალორიული დეფიციტები და იქ რაღაცა კუჭის ოპერაციები და რაღაცები. თქვენი არ ვიცი ხალხო და ესე იგი, აი მოთხოვში მეყარა. TikTok-ზე ვინც ნახულობთ. თქვენ ნახულობთ თუ არა არ ვიცი. რაღაცა ისტერია კუჭის ოპერაციებზე. აი ამხელა დოზითაც რა ვიცი, აი ყველა მეორე მაგას იკეთებს. აი ჩემს ირგული ვისაც ქონდა წონა, გავიხედები აღარ არიან. ანუ ოპერაცია გაიკეთა. მთელი TikTok-ი წერს ვიდეოებს კუჭის ოპერაციებთან დაკავშირებით. აი იმდენად მასიურია უკვე, რომ
ნუ ხა თუ სხვა გზა ადამიანს არ აქვს გასაგებია, მაგრამ თქად ამდენი რაოდენობა, რა ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები იკეთებენ, ძალიან. ერთხელ ხახო მუკბანგი ხო არ მოვცხოთ. ჩემი კალორიული დეფიციტი რო ჩავეტიო, ოღონდ რამე ხო არ გიდით რომ მოვცხოთ ერთი კაი მუკბანგი. იმიწერ ჭამ არ გიხდებაო, მაგრამ ხო ჭამ. ანუ შიმშუდ ვარ მოვკვდები, თქვენ სხვა ჭამთ და ერთხელ დავსხდეთ ხალხო, შევთანხმდეთ და მივირთვათ ერთად. ანუ დავანონსებ როდის დაიდება, ვიდრე დავჯიდეთ და წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ჭამთ და მე ჭამ და ვიგდებით ბედნიერები. რა სიტყვით, ჩემთან ერთად მუკბანგზე. ოღონდ რა თქმა უნდა, მუკბანგის ხშირი სახე ჩემ ვიდეოებს არ იქნება. იმიტომ რომ მე და მუკბანგი ვერ ვგებთ ერთმანეთს, მაგრამ ერთხელ მოვცხოთ, ესე შიგადაში 1000-ში ერთხელ მოვსინჯოთ ხოლმე ვერახულება და დავჯდეთ და მაგრად ვიქეიფოთ. რა სიტყვით, აუცილებლად დავიწერეთ. გამოვიყვანოთ მარიკო ბაღიდან. დაიჭირეთე. ჩქარადე, წავედით. წადი. წადი და. არ გკიდებდე? როგორ და? ნათრიე ხა შენი ხაბაგები 8 კილო. აუ მართლა, გინდა რომ მევატარო? რატომ მოგაქვს ხოლმე ამხელა? ხო და რო გინდა დაატარე. მარტივი ლოგიკა, მიბრძანდი? ამ ბოლო დროს წყლის მოთხოვნილება ისე მაქვს, ხან არ მაქვს, ხან ჭარბი დოზით სვამს, ხან საერთოდ ისე გავადღები რომ არ ვსვამ. ხო და ეს დღეები ცოტა მლაშე საკვებს ვიღებ. დამწყურდება. მაგის ხარჯზე მაინც დავლიო. აი. ახლა ჩვენ გვინდა ის ამბავი, რომ მარიკოს დაეძინა. მეც მინდა წამოვწვე და უცებ ჭურჭელი მინდა რომ ამოვრეცხო. იმიტომ რომ ერთ კერძს გავაკეთებ და ჩემ სახლში გეგონება ომი იწყება, ისეთი ამბავია. ორი კი არ არის, ეს არის უბრალოდ ძალიან დავიწყოთ საქმის კეთება. რა კარგია, ახლა წამოგორებული ვარ, ვახმოვანებ და საქმე უკვე გაკეთებული მაქვს. მაგრამ ჭურჭლის რიცხვა მაინც ისეთი პროცესია, თან მიყვარს დასუფთავება, მაგრამ იმიტომ რომ მაქვს ალერგია ყველანაირ ჟელეზე, ცოტა დისკომფორტი რა თქმა უნდა მაქვს. ძალიან მინდოდა ჭურჭლის სარიცხის მანქანა უბრალოდ ჩემთან ფიზიკურად არ დაედება ხო ფეირი. იქით ქვაბი მიდგას რომ მიიკრო მიხინგალმა. ვერ ავაძრე და არ მინდა რომ ძალიან ხეხვა, ამიტომ ავადუღებ წყალს და მერე მორბილდება თავისი აძვრება. ჩემს გვერდით აგერ არის წამოგორებული მარიკო და ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესია. დღის ბოლოს ესე მიყრა მივარდნა. ესეთი ამბებია მოკლედ ჩვენკენ. დავრეცხოთ ნეტა ასე სწრაფად და მარტივად კეთდებოდეს ყველაფერი როგორც გახმოვანება.
რატომ არ სრულდება სახლში საქმე? ანუ ნახეთ როგორ მარტივ კითხვას ანუ არ სრულდება, ნახეთ. ერთი ნაბიჯი სახლი მაქვს და საქმე ვერ გამოულიე. ნუ პრინციპში რამდენადაც სწრაფად ლაგდება, იმდენად მალე ირევა. ძალიან მალე ირევა, აი არ ვიცი როგორ ირევა, ვერ გეტყვით. ერთი გაფართხალება და ყველაფერი თავდაყირა დგას, ხო, საფეხბურთოს ქაღალდი ახალი რატო გადავწყვიტე რომ გამომეჭი მამად, მაგრამ ნუ კარგი არა უშავს. ეს აუცილებელი რიტუალია დასრულებისას. და ამ დროს ვინმე რომ იტყვის ქალებს რა გენაღლებათ გიშდები. სახლში ხართ როცა გინდა მიგორდი, როცა გინდა მოგორდი. ცოტა მივალაგოთ. აღონ ძალიან არ უნდა ვიხმაუროთ რომ მარიკოს არ გაეღვიძოს. ცოტა ეძინებოდა ძალიან. მარიკოს აყვარელი ბალიში. რაღაცე კოსმეტიკის ორგანაიზერი შევუკვეთე. და არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორი იქნება ვიდეოში არა უშავს. უბრალოდ აი აქ რაღაცა ხარახურებს ავყარი, ეგ არის პლუსი. მე მგონი რომ უნდა გამომადგეს. რა ვიცი დიდი იმედი მაქვს. თორე უკვე აი აქ ვეღარ ვსუნთქავთ აი ამ ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, ჩვენ მოყვარულები ვართ ოჯახში. გერგოსი. ფანები უფრო სწორად. მიარა მარიამი. ესე. შევკიდოთ. ბარემ. არ ვიცი თუ გაჩვენეთ და თუ არ გაჩვენეთ, მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი ნაქონი. გიშდები. მე მგონი გაჩვენეთ. რაღაცა ზედებია კიდევ აქ, რომელიც ასე ვთქვათ, საკომ მაჩუქამ. მე ვგიშდები პერანგებზე ესეთი მოსაცმელები, რომ მაქვს და მაქვს 3 თუ 4 ულამაზესი სხვადასხვა ფერები. ხო და აუცილებლად ზაფხულში ასე ვთქვათ, გამოვიკვანწები ხოლმე. პერანგები ცალკე უნდა დაგათვალიერებინოთ, იმიტომ რომ დაახლოებით 50 ცალი მომიგროვდა, რაც დედა ჩამოვიდა. ნახეთ როგორი ფერადია და როგორი ლამაზია. დაგათვალიერებინებთ მე, იმიტომ რომ ერთი გენერალური დალაგება მინდა მოვცხო ჩემი კარადის და კიდე რაღაცები გადავახარისხო, რაც ვფიქრობ რომ აღარ მინდა. ხო და აი მაგის დალაგება უნდა ვუზრუნველყოთ, მოკლედ რომ გითხრათ. რატო გადმოცურდი? თან აუცილებლად უნდა დავალაგოთ. დღეს არა უღონდ. დღეს არანაირი სურვილი, ესე იგი არ გამაჩნია მაგ ყველაფრის და რა ვიცი. დღეს არა, მოკლედ. ამ დღეებში მინდა დაქალთან გავიდე, დაქალის ბავშვები
არ მინახავს. იმიტომ რომ ნახოს რომ ვაპირებდი ვირუსი შემხვდა. თუ რა ვიცი რაც მქონდა მოკლედ და ამიტომ ვერ ვნახე. ხო და ახლა მინდა რომ გავიდე და ნახო. აუცილებლად. ხო და ყველაფერი ნაყიდი, გამზადებული ნახვაღა დარჩა, ასე ვთქვათ. ეს მარიკოსი ცოტა გასარეცხია. რაღაცებია დასარეცხი, ზოგი დარეცხილი და ასე შემდეგ. რამდენიმე კითხვა იყო გოგოებო კიდევ დიაბეტთან დაკავშირებით ხომ არ გაქვსო? არა მეგობრებო, არ მაქვს. რამდენჯერმე გავაკონტროლეთ, ასე ვთქვათ და მსგავსი არაფერი არ მაქვს. ალბათ წონის გამოკითხულობდნენ, უბრალოდ ზღვარგადასული აურზაური რეჟიმის და პლუს ჰორმონების ბრალია ისეს, რასაც ხედავთ რეალურად ძალიან დიდი წონა რო ვიყავი. არც ახლა ვარ ცოტა, მაგრამ მაშინ ვიყავი გიგანტი. ამიტომ ჩემს შემთხვევაში დიაბეტი, ჩიყვი და მსგავსი რაღაც უნდა გამოვრიცხოთ. არც ერთი არ მაქვს. რომელიმე რომ მქონდეს ცხადი არც ერთს არ დაგიმალავდით და საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა დავმალო, ამიტომ ზაფხულში ვიქნები უფერადესი გოგო, იმდენი ფერადი ზედები მომიგროვა დედამ. ბევრი ფერადი ზედა მომიგროვდა. წამოვწვეთ ქოდა, რა ის წამოვწვეთ, ავჯლაგუნობ და ვალაგებ კიდე. და მაინც ის არის. რავი, ვერ დავალაგე. სახლი არ ლაგდება. ხოლმე. მადლობა რომ იყურებთ.